ეს არის SUV, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ბენზინის ფასი და რომელი მანქანა იქნება ეს? რა თქმა უნდა, Lexus RX 450. განვიხილოთ დღეს Lexus RX 450. 2.5 ჰიბრიდი, სიმძლავრე 245 ცხენის ძალა. გადაცემათა კოლოფი iSVT, წამყვანი თვლები რა თქმა უნდა ავიდე, წვა Galaxy 5-6 ლიტრი, რა თქმა უნდა 5 ადგილიანი. Lexus ყოველთვის ასოცირდება ხარისხთან. მე პირადად ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავ, რომ Toyota-ს და Lexus შორის იმხელა სხვაობა არ არის, რამხელა სხვაობაც არის ფასში. $20,000 მინიმუმ არის სხვაობა Toyota-ს და კარგ Toyota-ს და კარგ Lexus შორის. შეიძლება ხშირ შემთხვევაში მეტიც იყოს სხვაობა. ეს რა თქმა უნდა ვამბობ ახალ მანქანაზე, ახალი Toyota და ახალი Lexus რომ აიღოთ, მინიმუმ $20,000 იქნება სხვაობა და დამიჯერეთ და დამერწმუნეთ, რომ იმ გადახდილ $20,000, რასაც Lexus-ში გადაიხდით, მანქანაში მაგ სხვაობას ვერ იგრძნობთ. იმიტომ რომ ორივე ვიცი, Toyota-ც ვიცი და Lexus-იც ვიცი. კი, უდაოდ კარგი არის, ამაზე არ ვდაობ და არ ვკამათობ, რა თქმა უნდა კარგი არის Lexus-ი, მაგრამ ფასში რამხელა სხვაობაც არის, იმხელა სხვაობა მანქანაში არ არის. დამერწმუნეთ. რაც შეეხება Lexus RX 450-ს, ამ მანქანაზე არ ვიცი რა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მართლა შეუდარებელი არის და წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურება, მისი ვიზუალი ყოველთვის დახვეწილი არის, ყოველთვის ორიგინალური არის და მისი ინტერიერის ხარისხი ყოველთვის ორიენტირებული არის Lexus-ი ინტერიერის ხარისხზე და ეს მე პირადად ძალიან მომწონს. Lexus-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა კომფორტის, გამძლეობის და ეკონომიურობის კუთხით. ეს სამი კომპონენტი Lexus ყოველთვის ახასიათებდა და ახასიათებს. ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა არის, ვისაც გსურთ Lexus-ის შეძენა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მანქანა არის. თუმცა ამას მე ვამბობ Lexus RX 450-ზე, რომელიც 2020 წელს ზევით გამოვიდა. დანარჩენი მოდელები 2020 წელს ქვემოთ, რომელიცაა, კი მომწონს, ძალიან კარგი მანქანებია, მაგრამ შიდა ინტერიერი რომ არ მოგატყუოთ, დიდად მე პირადად არ მომწონს. უფრო სწორედ შიდა ინტერიერის დიზაინი არ მომწონს. ჩემი გემოვნებაა და მე არ მომწონს. ვინც ყიდვას ფიქრობთ, წარმატებებს გისურვებთ და სულ მშვიდობით და მწვანეზე გევლოთ. თუ ვინმეს ყავთ RX 450 ჰიბრიდი, ძალიან გთხოვთ დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება ამ მანქანასთან დაკავშირებით. როგორ მოგწონთ, რა პრაქტიკაში რა პლუსები აქვს და რა მინუსები აქვს. თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხით და დამიწერე კომენტარებში, რომელი მანქანა განვიხილო შემდეგ ვიდეოში.